ტრამპი ანგრევს ლულას ინტერვენციონისტულ სიგიჟეს იმ დროს, როცა ფლავიო გამოკითხვებში მკვეთრად წინ მიიწევს და ბრაზილიის მთავრობა ცდილობს კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლის ღონისძიება თავად ბრაზილიის წინააღმდეგ შიშის დისკურსად აქციოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აბსურდულად შეაფასა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მაურო ვიეირას მიერ გამოხატული შიში, რომ ვაშინგტონი შესაძლოა ბრაზილიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალა გამოიყენოს. იტამარატის გაფრთხილება მოყვა მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ ფაქციები, კაპიტალის პირველი კომანდო და კომანდო ვერმელიო ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ექსკლუზიურ პასუხში მეტროპოლისთან ამერიკის უცხებამ გააკრიტიკა ეს ჰიპოთეზა და განაცხადა, რომ მირებული ზომების მიზანია შეებრძოლოს კრიმინალურ ჯგუფებს, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედებენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამორიცხა ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბრაზილიაში ჩარევის გამართლებას. უცხება ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიმართულია იმ კრიმინალურ ორგანიზაციებთან ბრძოლაზე, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე მოქმედებენ და რომ სამხედრო ჩარევის შესახებ გაურკვეველი ბრალდებები შეიძლება დაეხმაროს და წაახალისოს ტერორისტული ჯგუფები. ეს განცხადება პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირას განცხადებებს. დოკუმენტში, რომელიც დეპუტატთა პალატას გაეგზავნა, ის აცხადებს, რომ ცალკრივი გადაწყვეტილება, რომლითაც PCC და კომანდო ვერმელიო ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადდება, შეიძლება გახდეს საფუძველი ექსტრატერიტორიული ქმედებებისთვის ბრაზილიურ ინსტიტუტებზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დალის გამოყენების რისკს შეიცავს. ეს შეტყობინება მას შემდეგ მოვიდა, რაც მაურო ვიეირამ ლულას საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატთა პალატისთვის გაგზავნილ დოკუმენტში განაცხადა, რომ ამერიკის გადაწყვეტილებამ შეიძლება სამხედრო ქმედების რისკი შექმნას ბრაზილიის წინააღმდეგ. ვაშინგტონის პასუხმა სრულად დაარტყა მთავრობის ნარატივს. ეს ზომა მიზნად ისახავს კრიმინალურ ჯგუფებს, ფულის გათეთრებას, ნარკოტრაფიკს და ქსელებს, რომლებიც უკვე მოქმედებენ ბრაზილიის საზღვრებს გარეთ და არა ბრაზილიის ხალხს. ამასობაში ფლავიო ბოლსონარო გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, რათა დაეცვა ბრაზილიური პროდუქციისთვის დაწესებული ტარიფის შეჩერება. დილამშვიდობისა ყველას. ჩემი სახელია ფლავიო ბოლსონარო, მე ვარ ბრაზილიის რესპუბლიკის სენატორი. და ოქტომბრის არჩევნების კანდიდატი გასულ თვეში მე გავიცანი. შევხვდი პრეზიდენტ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და სახელმწიფო მდივან რუბიოს, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებს ბრაზილიურ კომპანიებზე ტარიფები არ დაეწესებინა. დღეს მსურს ამ კომისიას გაუზიარო ისავე არგუმენტები, რაც მათაც წარუდგინე და აუხსნა, რატომ ემსახურება ეს თხოვნა როგორც ბრაზილიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. 2025 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ამ ტარიფებს არ მოუტანიათ ის შედეგები, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ელოდა. ამის ნაცვლად ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა ბრაზილიის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. იმავე მთავრობამ, რომელზეც ამ ზომებს ზეწოლა უნდა მოეხდინა, გამოკითხვებში პოზიციები გაიმხარა, მაშინ როცა ბრაზილიისა და ჩინეთის ვაჭრობამ რეკორდულ 171 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის 83 მილიარდ დოლარს. ჩინეთმა შეითვისა ბრაზილიური ექსპორტი, რომელიც ამ ტარიფების გამო ამერიკის ბაზრიდან განიდევნა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ყოველი დამატებითი ტარიფი აძლიერებს იმავე მთავრობას, რომელზეც ზეწოლაა განკუთვნილი. იმავე დღეს გერპის კვლევამ აჩვენა, რომ ფლავიო რიცხობრივად ლულას უსწრებს შესაძლო მეორე ტურში. 45%, 42-ის წინააღმდეგ. ამასაც მალე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ტრამპის მთავრობამ იტამარატის განცხადების ყველაზე მგზნობიარე ნაწილი უარყო. როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტმა აბსურდულად შეაფასა ვარაუდი, რომ შეერთებული შტატები იყენებდა PCC-სა და კომანდო ვერმელიოს კლასიფიკაციას ბრაზილიაში ჩარევის გასამართლებლად, რეაქცია მოჰყვა 2026 წლის 7 ივლისს, მას შემდეგ რაც ბრაზილიის დიპლომატიამ დეპუტატთა პალატაში გაგზავნა მაურო ვიეირას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი. ტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკული გადაწყვეტილება შეაფასა როგორც ექსტრატერიტორიული ქმედებებისთვის გზის გახსნა, მათ შორის ეროვნული ტერიტორიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების რისკით. ვაშინგტონმა მშრალი პასუხი გასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, შეერთებული შტატები იღებს ზომებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ებრძოლოს ნარკოტერორისტებს და დაიცვას ამერიკელი ხალხი ბრაზილიური ბანდებისგან, რომლებიც უკვე ამერიკის ტერიტორიაზეც მოქმედებენ. ყველაზე მკაცრი ფრაზა იყო შიშის გავრცელების მცდელობის წინააღმდეგ მიმართული. ამერიკის დიპლომატიამ განაცხადა, რომ ინტერვენციასთან დაკავშირებული ბუდოვანი ბრალდებები ხშირად გამოიყენება როგორც პრეტექსტი, რათა დაეხმარონ და წაახალისონ ყველაზე ძალადობრივი ჯგუფები. სწორედ აქ საქმე სერიოზულდება ლულას მთავრობისთვის.
იტამარატიმ სცადა დისკუსიის სუვერენიტეტის ჭრილში გადატანა, მაგრამ შეერთებული შტატების პასუხმა საკითხი კვლავ ორგანიზებული დანაშაულის სფეროში დააბრუნა. PCC-სა და კომანდუ ვერმელიუს ტერორისტულ ორგანიზაციებად კლასიფიკაცია არ ეხება ბრაზილიელ მუშაკს, მცირე მეწარმეს, ფერმერს, ვაჭარს ან ჩვეულებრივ ოჯახს. ეს ეხება ჯგუფებს, რომლებიც ნარკოტრაფიკში, ფულის გათეთრებაში, ორგანიზებულ ძალადობასა და საერთაშორისო საქმიანობაში არიან ბრალდებულნი. რეალური რისკი ბრაზილიისთვის არ არსებობს. რისკი არსებობს ბანდიტისთვის, ფინანსური ოპერატორისთვის, ნომინალური პირისთვის, ფიქტიური კომპანიისთვის და იმ ქსელისთვის, რომელიც ბინძურ ფულს ატრიალებს. რატომ არის ასეთი სირთულე იმის აღიარებაში, რომ ბრაზილიური დაჯგუფებები უკვე საერთაშორისო პრობლემად იქცნენ? სანამ ბრაზილიის დიპლომატია ცდილობდა ეს ნაბიჯი პოლიტიკურ პანიკად ექცია, თავად ბრაზილიის პოლიციური რეალობა კიდევ უფრო უსვამდა ხაზს დანაშაულებრივი ფულის კვალის გაკვლევის მნიშვნელობას. ფედერალურმა სასამართლომ 7 ივლისის საღამოს გათავისუფლება ბრძანა ესტელა სტეფანი ნუნეს, ენრიკე დე ოლივეირა. ხო, ასეა, სასამართლომ გასცა ბრძანება 7 ადამიანის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც გასულ კვირას ფედერალური პოლიციის ოპერაცია Exchange-ის ფარგლებში დააკავეს. ეს არის ოპერაცია, რომელიც იძიებს საერთაშორისო ნარკოტრაფიკიდან მიღებული ფულის გათეთრებას. და ამ 7 ადამიანს შორის, ვინც გათავისუფლდება, არის ესტელა სტეფანი დე ოლივეირა. ეს არის ის ბრაზილიელი, რომელიც როგორც ჩვენ კარგად გაიხსენე, შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა მისი სავარაუდო კავშირისთვის კრიმინალურ დაჯგუფებასთან. Primeiro Comando da Capital, ანუ PCC. ყველა ამ გამოძიებულს დროებითი დაკავება ჰქონდა გამოცხადებული, რომელიც 5 დღეს გრძელდება. და ამ ვადის ბოლოს პოლიციამ სასამართლოს სთხოვა, რომ ეს დაკავებები წინასწარ პატიმრობად გადაექციათ, ანუ ისეთებად, რომლებსაც დასრულების ვადა არ აქვთ. ხოლო ამ 7 ადამიანისთვის სასამართლომ უარი თქვა ამ მოთხოვნაზე, რადგან თქვა, რომ ისინი მხოლოდ იმისთვის დააკავეს, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ჩხრეკისა და ნივთების ამოღების ორდერების შესრულება. იმისთვის, რომ პოლიციას შეძლებოდა იქ მობილური მოწყობილობებისა და დოკუმენტების გამოძიება, ისე რომ მტკიცებულებები არ განადგურებულიყო. და რადგან ეს შესაძლებელია და არ იქნა წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ამ 7 ადამიანს ამ სქემასთან აკავშირებს, სასამართლომ ამ 7 ადამიანის გათავისუფლება დაადგინა. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ 6 ეჭვმიტანილს, რადგან სულ 13 დაკავების ორდერი იყო გაცემული, სასამართლომ კი დააკმაყოფილა დაკავების მოთხოვნა. და მათ შორის 3 მათგანს პოლიციამ ჯერ კიდევ ვერ მიაგნო. ის დააკავა ფედერალურმა პოლიციამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებული იყო ნარკოტიკების საერთაშორისო ტრაფიკინგთან და მას სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმა სავარაუდო კავშირში ბრალდებით PCC-სთან. გადაწყვეტილებამ დროებითი დაკავება წინასწარ პატიმრობად არ გადააქცია. მიზეზად დასახელდა ის, რომ დროებითმა დაკავებამ თავისი როლი შეასრულა ჩხრეკისა და ნივთების ამოღების პროცესში. ოპერაციაში მონაწილეობდა ფედერალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი. გაცემული იყო 11 დროებითი დაკავების და 13 ჩხრეკისა და ნივთების ამოღების ორდერი. სან-პაულუში, სანტოსში, პრაია გრანდეში და სანტანა-დე-პარნაიბაში. დაკავებულია 7 ადამიანი. სასამართლომ ასევე დაადგინა ქონების, თანხებისა და კრიპტოაქტივების დაყადაღება 10,4 მილიარდი რეალის ოდენობით. ისინი კლავაც მიმალვაში არიან, თუმცა მათ მიმართ შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. ესენი არიან ვიქტორ ენრიკე დე ოლივეირა ჩიმადა, რომელიც მიჩნეულია ამ კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერად და რომელიც ასევე დასანქცირდა შეერთებული შტატების მიერ სავარაუდო კავშირში ყოფნისთვის კრიმინალურ დაჯგუფება PCC-სთან. მეორე კაცი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, რომელიც მიმალვაშია და რომლის მიმართაც ასევე დაკმაყოფილდა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა, არის იგორ ფოკიმ-სავიოლი, რომელიც მიჩნეულია კიდევ ერთ ლიდერად ამ სქემაში. და ამ ორ ადამიანთან ერთად ყავს ამაური ენრიკე დე ოლივეირა, რომელიც ვიქტორ ჩიმადას ბიძაა და მიჩნეულია პასუხისმგებლად ამ სქემის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგის ფულის გათეთრებასთან. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამ გამოძიებულთა მიმართ წინასწარი პატიმრობა გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სისხლის სამართლის კანონის აღსრულება. ესტელას დაცვის მხარე, რომელიც აქ ვახსენეთ ხომ ასეა, ის ვიქტორ ჩიმადას ბიძაშვილია, აცხადებს, რომ სასამართლოს საიდუმლოების პატივისცემის გამო არ აპირებს კომენტარს მის გათავისუფლებაზე და არც საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. გამოძიების მთავარი საკითხი არის ეჭვმიტანილი ქსელი, რომელიც საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრებას ახორციელებდა კრიპტოაქტივების, ნავთი ფულის მოძრაობის, მაღალი ღირებულების საბანკო ტრანზაქციებისა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის გადარიცხვის გზით. ესტელა სტეფანი ამერიკელმა ხელისუფლებამ აღწერა,
როგორც პირი, რომელიც დაკავშირებულია ვიქტორ ენრიკე დე ოლივეირა ჩიმადასთან, რომელიც ასევე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მიერ. ის იყო იგივე ოპერაციის სამიზნე, მაგრამ ვერ იპოვეს. ის კვლავ მიმალვაშია. მეორე ფრონტზე ფლავიო ბოლსონარო ვაშინგტონში წავიდა და იკავა ის სივრცე, რომელსაც ლულას მთავრობა ამტკიცებდა, რომ ის არ იკავებდა. დღევანდელი დროის შეზღუდულობის გამო. მხოლოდ 3 საკითხს შევეხები. ყველა 6 საკითხი დეტალურად არის განხილული წერილობით განცხადებაში, რომელიც ამ კომისიას წარუდგინე. პირველი საკითხია ცენზურა. ამერიკულ ციფრულ პლატფორმებზე მიმართული საიდუმლო განკარგულებები ბრაზილიის ეროვნული კონგრესიდან არ გამოსულა. ისინი გაიცა ბრაზილიის ფედერალური ზედამხედველობის სასამართლოს მოსამართლისა და პრეზიდენტ ლულას ადმინისტრაციის მიერ აღმასრულებელი ბრძანებულებებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე და არა პარლამენტის მიერ კანონმდებლობის წესით მიღებული კანონების საფუძველზე. 25%-იანი ტარიფი სჯის მთელ ბრაზილიის მოსახლეობას, გარდა იმავე ხელისუფლების წარმომადგენლებისა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი. მეორე საკითხია კონფიდენციალობა. კორუფცია. კორუფცია ერთ-ერთი უდიდესი ჭირია, რომელსაც ბრაზილიის ხალხი აწყდება. ამაზე უთანხმოება არ არსებობს. მაგრამ კორუფციას კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს. ბრაზილიის უახლეს ისტორიაში 4 ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი. მენსალაონის სქემა, საქმე, რომელიც გამოავლინა ოპერაცია მკარ-ვოჩი, თაღლითობა ბრაზილიის ეროვნული სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტში NS, რომელშიც პრეზიდენტ ლულას საკუთარი შვილიც არის გამოძიების ქვეშ და ბანკო დო მასტერის საქმე. ეს შემთხვევები მოხდა მუშათა პარტიის მმართველობის დროს, რომელიც ამჟამადაც ხელისუფლებაშია. შემდეგ ბრაზილიამ 4 წელი გაატარა პრეზიდენტ ბოლსონაროს მმართველობის ქვეშ, სადაც არც ერთი დადასტურებული კორუფციული სკანდალი არ ყოფილა. 7 ივლისს შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართულ საჯარო მოსმენაზე ფლავიომ სთხოვა ამერიკის მთავრობას უარი ეთქვა ბრაზილიური პროდუქციისთვის დაწესებულ 25%-იან ტარიფზე. მან განაცხადა, რომ დამატებითი გადასახადი ბრაზილიის ხალხს დააზარალებდა და არა იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ვაშინგტონისთვის მიუღებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ფლავიომ ასევე დაიცვა პიქსი. მან აღნიშნა, რომ ეს სისტემა არ არის პრობლემა, რომელიც გამოსასწორებელია, არამედ გადაწყვეტაა, რომელმაც ბრაზილიაში ფინანსური ჩართულობა გააფართოვა, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბთა შორის. ფლავიოს განცხადებამ კიდევ ერთ სენსიტიურ საკითხსაც შეეხო. მან გააკრიტიკა ლულას მთავრობის გადაწყვეტილებები და ციფრულ პლატფორმებთან დაკავშირებული ზომები. ასევე დაასახელა უზენაესი ფედერალური სასამართლო იმ გარემოს ნაწილად, რომელმაც კომერციული დაძაბულობის ზრდა გამოიწვია. სენატორმა ასევე ისაუბრა კორუფციაზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეცდომები და მუშათა პარტიის მთავრობის სკანდალები არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ბრაზილიის ხალხი დაისაჯოს. კორუფცია ბრაზილიის პოლიტიკური მემარცხენეობის გამსაზღვრელ ნიშნად იქცა. ბრაზილიის ხალხი ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. მესამე საკითხია ფიქსი. ფიქსი ბრაზილიის ფრისიერი გადახდების სისტემა შეიქმნა ბოლსონაროს ადმინისტრაციის დროს. ფიქს პრობლემა არ არის, რომ გამოსწორდეს. ეს არის გადაწყვეტა. მან გააფართოვა ფინანსური ჩართულობა. მილიონობით ბრაზილიელი, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბები, ფორმალურ ეკონომიკაში ჩართო. ეს პროგრესი ასევე პირდაპირ სარგებელს მოუტანა ამერიკულ კომპანიებს, რადგან ტრანზაქციების მოცულობა, რომელიც აშეთეშის ბრენდების მიერ გაცემული გადახდის ბარათებით ხორციელდება, განაგრძობს ზრდას ფიქსის ფართო გავრცელებასთან ერთად, რადგან ეს კომპანიები სერვისებს თავაზობენ, რომლებიც ავსებენ და არა კონკურენციას უწევენ ბრაზილიის მკრისიერ გადახდის სისტემას. ბრაზილია ოქტომბერში ჩაატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს. მხოლოდ 90 დღეში ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს. ახლა ტარიფის დაწესება, რომლის გაუქმებაც რთული იქნება, დააჯილდოებს იმ ადამიანებს, ვინც ამ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, ხოლო დასჯის მათ, ვინც შედეგები საკუთარ თავზე იტვირთა. ეს ყველაზე ცუდი დრო იქნება მოქმედებისთვის. მივმართავ ამ კომიტეტს პატივისცემით. ნუ დააწესებთ ტარიფებს ბრაზილიაზე. შეინარჩუნეთ ფიქსის წარმატება. გააუქმეთ ეს ქმედება და მოგცეთ მოლაპარაკების შესაძლებლობა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ბრაზილია. დიდი მადლობა. ეს ლულასთვის მძიმე შემოbrunებაა. სანამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს თქვას, რომ ფლავიო ბრაზილიის წინააღმდეგია, ფლავიო გამოჩნდა და ბრაზილიის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფის გაუქმება მოითხოვა. გერბის კვლევამ, რომელიც 8 ივლისს გამოქვეყნდა, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინა.
მეორე ტურის სცენარში ფლავიო ბოლსონარო 45%-ით ლიდერობს, ხოლო ლულას 42% აქვს. კვლევა ჩატარდა 2026 წლის 3-დან 7 ივლისს და მასში 2000 ადამიანი მონაწილეობდა. და აქვს 2%-ული პუნქტის ცდომილება, რაც რთულ კონტრასტს ქმნის პლანალტოსთვის. მეორე მხრივ ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას უცხოური ინსტიტუტი უარყოფს. მეორე მხრივ ფლავიო გამოჩნდება როგორც ის, ვინც იცავს ტარიფების შეჩერებას, რაც შეიძლება შეეხოს ბრაზილიის წარმოების სექტორებს. ამ ყველაფრის ფონზე ფედერალური პოლიციის ოპერაცია აჩვენებს მილიარდიან ფულის გათეთრების ეჭვს, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ნარკოტრეფასთან. ამ პოლიტიკური დაპირისპირებისგან დარჩენილი ფრაზა მარტივია: PCC-სა და კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ ბრძოლა ბრაზილიის წინააღმდეგ შეტევა არ არის. ბრაზილიის წინააღმდეგ შეტევა. ეს იქნებოდა დაჯგუფებისთვის გაზრდის, ფულის გათეთრების, საზღვრების გადაკვეთისა და ბიზნესში შეღწევის ნებადართვა. შემდეგ კი არეულობის დასაფარად სიტყვა სუვერენიტეტის გამოყენება. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭერეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.